მივედით რკინიგზელთა კლუბში, აქ იყო შიშოვი. აი სნობილი შიშოვი, ხო მიხეილ შიშოვი და მოკლედ ბევრი რა გავაგრძელო, უარი უთხრეს, იმიტომ რომ ასაკით არ შეეფერება ჩვენთან მხოლოდ დადიანო, სკოლის მოსწავლეები და ამ შემდეგ და ну მოკლედ უკვე დაანისე მე რომ ტირილის პირას ვარ და რაღაცა მე მაინც ურჩეს ის რა არის ერთი ადამიანიო ის ვარ არჩევსო სკოლის მოსწავლეა თუ არაო თავარია რომ ბავშვი თუ მოეწონაო და ეს კაციო მუშაობსო დიდუბის რაიონის მოკლედ პიონერთა რაღაცა იყო ასე ვთქვათ მაგალითად სახელმწიფო საღამოხსოვს და არის ესეთი შოთა ინსპიროელი მოკლედ წავმიყანა მამა ჩემა და მივედი და აი შოთას მოვეწონე მოკლედ რა ვთქვა ეთქვა ჩემი აი ჟინი ის ყველაფერი გაითვალისწინა და მიმიღო და არა მარტო მიმიღო, სხვებისგან განსხვავებით. იმიტომ რომ ბავშვები მართლა სკოლაში დადიოდნენ, ხო? დილით სკოლა, მერე შუადღისას მოდიოდნენ და ჩვეულებრივად რაღაც საჭმელი, მერე უკვე ჭადრაკის სექცია 1-2 საათი და ასე შემდეგ. მე ვინაიდან სკოლაში არ დავდიოდი, დავტირთეს დილითაც და საღამოთაც. ორივე იმაში, რაც რომ დედა ჩემი ამ შემთხვევაში რომელიც იყო დიასახლისი დედაჩემს ქონა დავალება მიღებული და დილითაც უნდა წავიყვან და საღამოთაც და ხშირად იყო ხოლმე შემთხვევა სხვა შორის რაც გავიხსენებ იცი შოთა განსაკუთრებული გამორჩეული პიროვნება იყო მე ვიცი რომ შენი მწველი დავიჭირაზე ყო განსაკუთრებული პიროვნება მაგრამ ასევე ჩემი მწველი ყო განსაკუთრებული ძალიან ხშირად მე რაც მახსოვს სახში წასვლას მოსვლას მაინც დრო ჭირდებოდა მიტოვებდა და არა მარტო მიტოვებდა სადილზე გავყავდი და მაჭმევდა სადილს ხო ესე თვითონაც რა შეძლო მქონე ხო წარმოიდგინე პერიოდში არაფერი და კიდე ასე ვთქვათ სადილს მინაწილებდა